ადამიანი თუ დაიწყებს თვით შემეცნებას და შემეცნების უნარი უპირველეს ყოვლისა ადამიანს მიეცა არა ვარსკვლავებისა და სამყაროს შემეცნებისათვის, არამედ შემეცნების უნარი ადამიანს უპირველეს ყოვლისა მიეცა საკუთარი თავის შემეცნებისათვის. საკუთარი თავის შემეცნებისათვის, იმიტომ რომ მისი ამ ქვეყნიური მოვლენების მიზანი არის მან ღმერთი შეიცნოს და ღმერთს ყველაზე მეტად საკუთარ თავში შეხვდება. და თვით შემეცნებისა და რა მოყვება თვით შემეცნებას? დაინახავს შენში ადამიანის დაცემულობას. ამიტომ თვით შემეცნებას მოყვება შესაბამისი მეტამორფოზა, ანუ სინანული. და თუ ადამიანმა ესე არ იცხოვრა თვით შემეცნებისა და შესაბამისი მეტამორფოზის, ანუ სინანულის გარეშე თუ იცხოვრა, ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც ის წარსდგება ცოცხალი ღმერთის წინაშე. აი საშინელ სამსჯავროზე, რატომ არის სამსჯავრო საშინელი? ხშირად მეკითხებიან ხოლმე შეხვედრებზე, რატომ არის სამსჯავრო საშინელი? და ძალიან იოლად გამოყავთ ხოლმე. ესე იგი ღმერთი საშინელია. საშინელი ღმერთი კი არა, შენ ახარ კაცო. ღმერთი როგორ არის საშინელი? ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული. ღმერთმა განაჩენი გამოგიტანა უკვე. ეს განაჩენი ჟღერს ესე. მამაო მიუტევე, რამე თუ არ იციან რასაკეთება. როგორ შეიძლება ღმერთზე თქვა, ქრისტეზე თქვა საშინელიაო? საშინელი ქრისტე კი არ არის. საშინელი არის სამსჯავრო, იმიტომ რომ ჩვენა ვართ საშინელები. ჩვენი მდგომარეობაა საშინელი და ეს მდგომარეობა საშინელი რატომ არის ჩვენი მდგომარეობა საშინელი? არა იმიტომ რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. ქრისტემ თქვა რომ მე მოვედი ცოდვილებისათვის. არამედ ჩვენი მდგომარეობა საშინელია იმიტომ რომ ჩვენ ამ ცოდვილობას ვერ ვხედავთ. საკუთარ თავს არ ვიცნობთ და გვგონია. აი ადამიანს გონია რომ კეთილია. ადამიანს გონია რომ სიკეთის წყაროა და სიყვარულის და სიმართლის და ადამიანს გონია რომ ქრისტეს ცოტათი მაინც გავს. და დამშვიდებულია, გულარხეინია. და წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანი გარდაიცვალა და წარსდგა ღვთის წინაშე და მისი შინაგანი სამყარო გაშიშვლდა და დაინახა, რა ვიცი, შავი ბაღლინჯო, ობობა, რაღაც საშინელება დაინახა და მიხვდა რომ და დაინახა აბსოლუტური სიწმინდე ქრისტე და მიხვდა რომ მასთან მას არანაირი საქმე არ აქვს. აი როგორც ღორს არ აქვს საქმე ადამიანთან ურთიერთობის თვალსაზრისით. არანაირი შეუძლებელია. ობობას არანაირი კომუნიკაცია არ შეუძლია ადამიანთან, შეუძლებელია. დაინახავ რომ არანაირი კომუნიკაცია არ შეგიძლია ღმერთთან. იმიტომ რომ შენი თავი რეალურად მხოლოდ მაშინ დაინახე, როცა გარდაიცვალე და როცა ღვთის წინაშე წარსდგე საშინელ სამსჯავროზე. მანამდე შენ თავს შენ ვერ ხედავდი. და ვერ ხედავდი არა იმიტომ რომ ეს არ შეგეძლო, არამედ იმიტომ რომ შენ ეს არ გინდოდა. იმიტომ რომ მთელი ქრისტიანული ცხოვრება არის მოწოდება იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ საკუთარი თავი. ყველაფერი ამისთვის კეთდება. აღსარების ეს ფორმა, თორე ხო ხვდებით რომ ღმერთს რაღაცას ეუბნები, რა სასაცილოა, ღმერთმა ყველაფერი იცის, რა უნდა უთხრა. ეს არის თვით შემეცნების პროცესი. რა ღმერთმა არ იცის ვინ ახარ? შენ არ იცი ვინ ახარ. და როცა მოძღვარი გეუნებათ რომ მე შენი აღსარება არ მომწონს, როცა შენ აღსარებას მეუნები და შენ მაინც ეს სიაგზელებ წლების განმავლობაში, მე გეკითხები, არის თუ არა ის პრობლემა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ შენში თვით შემეცნება არ დაწყებული. მოდიხარ გეუნებით სულ ყოველთვის, ჩემთან არ მოდიხარ, მოდიხარ ქრისტესთან, დგახარ ქრისტესთან. წარმოიდგინე რომ ხარ და რო არ დაგავიწყდეს, ან სახარება დევს, ან ხატი დევს. და შენ ქრისტეს ეუნები, შენ შინაგან სამყაროს უშიშვლებ, როგორც საშინელ სამსჯავროზე. და იცით, აქ ხართ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთანაც მე ვერაფერი ვერ გავაწყე. ვერ მოვახერხე რომ ადამიანი ერთხელ მაინც ცხოვრებაში დადგეს ქრისტესთან. და რომ გარდაიცვლებით, პირდაპირ გეუნებით, რომ გარდაიცვლებით, თქვენი მდგომარეობა იგივე იქნება, თქვენ ვერ ხედავთ რა, თქვენი განუწმენდავი სულით წარსდგებით ღვთის წინაშე. და მე რა გეშველებათ? და მე რა მეშველება მე რომ თქვენ მაინც გაზიარებთ. დავინახოთ საკუთარი თავი ძმებოდადებო. და აი კიდევ ვიმეორებ, აღსარების დანიშნულება ეს არის, როგორც ეს არის საშინელი სამსჯავროს მოდელირება. წარუდგებით აღსარებაზე ღვთის წინაშე და საკუთარ უღირსებას ხედავ.
რომ დაიწყო მეტამორფოზა იქედან, ანუ სინანული იქედან, საიდანაც რა მდგომარეობაშიც ხედავ. დაინახო შენში ადამის დაცემულობა, ანუ შენი არსების ჯოჯოხეთში მყოფობა. და ეს აღმოჩნდა, რომ დაინახე ამის დასტურად. რაც დაინახე ამის დასტურად, ამას აღმოსთქვა. აღმოსთქვა ამას. ეს არ უნდა იყოს ფორმალური, იმიტომ რომ წიგნში წერია, რატო გეუბნებით ხოლმე, მოგაქვთ წიგნის ენით. ამით, პარტავნებით, განკითხვით, ამით, იმით, გონება გაბნევით, კარგი შედალოცილო, ხო უნდა დამთავრდეთ ამ ფორმალური აღსარება, რომელიღაც წმინდა მამაში წაიკითხე და ამას მიკითხავთ, არ შეიძლება. შენი რეალური სურათი დაანახე საკუთარ თავს, იმიტომ რომ შენ საკუთარ თავს ვერ ხედავ. მხოლოდ ღმერთი ხედავს და ღმერთს უნდა რომ და თუ ვერ დაინახე მეტამორფოზას, სინანულს, შენი პირადი ძალისხმევა ჭირდება. და ამიტომ აუცილებლად უნდა დაინახო. და სანამ ამ სოფელში ვართ, შევიმეცნოთ საკუთარი თავი. გამოვიყენოთ ის მადლისმიერი საშუალებები, რომელიც ეკლესიაში არსებობს თუნდაც აღსარების სახით. ასევე იესოს ლოცვა, ასევე წმინდა წერილი, რომელშიც ჩვენი თავი ქრისტეს უნდა შევადაროთ და ჩვენი თავი გაავზომოთ, ჩვენი მდგომარეობა გაავზომოთ მოყვასთან ურთიერთობებში. აი აქ დგანან ადამიანები, რომლებიც აგრესიულები არიან მსახურების დროს. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც აგრესიულები არიან, მერე ეზიარებიან და მერე კვლავ აგრესიულები არიან მსახურების დროს ერთმანეთის მიმართ. აქ დგანან და ეს ვლინდება და ამიტომ ვიცინე. მაგრამ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ასევე აგრესიულები არიან და აავლენენ, უფრო ჭკვიანები არიან და იმიტომ. მაგრამ ეს ღმერთმა იცის. ყველას ერთნაირად მოგვეკითხება. თქვენსა და მეც, მე ჩემი პირადი ხომ აქ და მაგ, ყველაფერი რაც თქვენ გითხარით. და თქვენი პირადიც შეიძლება მე მომეკითხოს, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ იმას, რომ რაღაცა შევცვალო. და მე ვალება. აი ამ კუთხით თუ არ დავინახეთ, თუნდაც დღევანდელი დღე, მე კითხვას ვსვავ, მარიამ ეგვიპტელის ხსენება. გესმით, ჩვენ არც ერთი არ ყოფილვართ ისეთი ცხოვრებით მაცხოვრებელი, როგორც მარიამ ეგვიპტელი ცხოვრობდა. თქვენ ახლა მანდილოსებს გულისხმობთ, მას გვერდზე არც კი დაიყენებდით. აი ესე არც კი შეხედავდით. ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ ის მარიამ ეგვიპტელია და დღეს მისი ხსენება და წარმოიდგინეთ. და მის ხატს ვიამბორებით. და სიცოცხლეში მას გვერდზე არც ერთი არ დავიყენებდით. და ეს რას ნიშნავს? დიდი კითხვის ნიშანი. ეს ნიშნავს ჩვენ არასწორ მდგომარეობას და თუ გვინდა რომ დღევანდელი დღე ჩვენთვის რაიმეს მომცემი იყოს, ან რაიმე ღირებულის დასაწყისი იყოს, ხო? ამისათვის დავიწყოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება. ჩავიხედოთ საკუთარ თავში და ჩვენი გარეგანი არაფრად ჩავთვალოთ. არ განვიკითხოთ ადამიანებს. ვაპატიოთ ადამიანებს. ვენდოთ ადამიანებს. ერთადერთი ვისაც არ უნდა ვენდოთ და არ უნდა ვაპატიოთ, ეს არის მხოლოდ საკუთარი თავი. სხვას ყველას ვენდოთ და ვაპატიოთ. მაშინ ეგება ცოტათი გავიგოთ. როგორ ცხონდა ჯვარცმული ავაზაკი და როგორ ცხონდა ცოდვილი მარიამ ეგვიპტელი. და ცხონდა არა ისე ცხონდა უბრალოდ, არამედ ერთი პირველი შევიდა სამოთხეში და მეორე ესეთი დიდი წმინდანია, რომ ღირს მამებს განსწავლიდა ჯერ კიდევ სიცოცხლეში.